აზრებული, გაწონასწორებული ქალბატონი, უბრალოდ დასტრესილი ვარ ხალხო. გესმით? მე ვარ დასტრესილი ადამიანი. დაშინებული ადამიანი, შანტაჟისკოშ მოქცეული ადამიანი, ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელმაც შეიწყალა ორივე ადამიანი და ციხეზე არ გაუშვა. პირიქით, მე მიტევება გავაკეთე ორივე ქმრისკენ, რომლებმაც ორივე მასცადეს ჩემი სიცოცხლით მოსპობა. თავში რო გცემს ადამიანი და გირახუნებს და დაგალურჯებს. შენი მკაცე როგორ გაიტყვი, რომ ის კაცია და ის ცხოვრებაში ვარგა. არ გინდა გაუშვი, რატო უნდა სცემო? რატო უნდა სცემო? მითხარი გიღალატა ვინმესთან? რამე გააკეთა იგეთი, გაქვს საფუძველი მტკიცებულება, იმ შემთხვევაში უნდა აიღო და უნდა რაღაცა საყვედური უღრეს. შენ ვინ მოგცა უფლება? მე გიწყალები, მე გეფერები და გულში გიკრავ, ხო? არ გიშვებ ციხეზე. არ გაუშვი არც ერთი ციხეზე. არც ერთი არ გაუშვი, შევიწყალე ორივე. და ეხლა მადლობა უფარს, რომ კარგი მამა გამოდგა ბავშვის მამა. შრომელია, გლეხია, გამოსწორდა, აღარასოს და არაფერი. გასაგებია, თავისი ოჯახი აქვს, თავისი ცხოვრება აქვს. აღარ ვლაპარაკო ბაბაზე. კი, ანუ ეხლა ხან მიიყვანოს, 7 თვეა გერიანი ქალი. რა და ეს კაციც ეხლა უბრალო კაცი არის, შრომელი, გლეხია, თავისი ოჯახი აქვს რა. მაგრამ დანარჩენი, მე მთელი ცხოვრებაში შიშის ქვეშ ვიცხოვრე, ხალხო. შიშის ქვეშ ვიცხოვრე. რა თქვენი ის ხამინდა მე ეხლა ამითხარით. რომ თქვენ მომიწყოთ შეშინებები და თქვენ დამგრუზოთ და თქვენ ინტრიგანობები გამოიჩინოთ, რა ქვია, ქალთან ასეთ გაუბედურებულ ძალადობის მსხვერპლ ადამიანთან, რომელმაც შვილიც დაკარგა, ქმარიც დაკარგა და ყველაფერი დაკარგა. და ამ შემთხვევაში ეს ქალი დგა გმირულად და არ ეცემა და 2400 კაცი მიყურებს ახლა და ყველას ისმის ჩემი სიტყვები. და ჩემი უფრო ჯერად და ჩემ სიტყვებს უფრო წონას ანიჭებენ, ვიდრე თქვენნაირ ნაგავ კომენტარებს. აი ეს იცოდეთ ყველა, ჩემნაირი ბედი გაგაზიარებინოთ უფალმა. მეც არ ვიტყვი, ჩემი დღე გამოიარეთ და მერე ქეთია გიდუნაშვილის სახელი ისი ახსენეთ. გამოიარონ ჩემნაირი ცხოვრება და რო აკანტალდებია შიშისგან, მე აი ერთმა უკვე გამოიარა და გამოსცადა და თბილად მიდგება დღეს და პატიები და სიყვარულით მომიდგა. შვილი იმასაც ჩამოართვეს, იმის მაოჯახმა იქ გაიზია და მამამ წაიყვანა შვილი. მაგრამ მე მივმართავ ახლა საზოგადოებას და ჩემს საყვარელ პარლამენტს და ხელისუფლებას. და მამამ წაიყვანა ის ბავშვი? ხო, ჩემი მეგობრისა რა, ვინც მე განიხილავდა ჩემ თემებს და დამცინოდა რომ შვილი წარმართვეს დედას და თვითონ გაიზიარა ეხლა ეს ბედი. იმასაც წაართვეს შვილი დაანგრია ოჯახი და მამამ წაიყვანა, რომელიც დამცინოდა მე. რომ აი მე შვილი წარმართვეს და მე სხვანაირად იგებდა ამ ყველაფერს და ბოლოს თვითა ეს ბედი გაიზიარა იმ ოჯახმა, რაც მე გადავიტანე, ანალოგიურად მასაც წაართვეს შვილი და მამამ წაიყვანა ეს შვილები. მე იმიტომ ვიძახი, არ უნდა განიკითხო არავინ. ღმერთის უნდა გეშინოდეს და ყველაზე დიდი სამართლიანი არის უფალი. არით შენ ვერავისთან ვერაფერს ვერ დაამტკიცებ. დაამტკიცებ უფალთან შენ სიმართლის. სხვასთან აქ რაც კიდე ნახევარი ხალხი თუ ხას დაგიჭერს და გაიზიარებს შემეს, სხვა კიდე სხვანაირად მაინც ბრუტულად დაგიწერს რაღაცას. ამიტომ მე უფლისა მეშინია და უფალთანა ვარ მართალი ადამიანი. ადი ნერვიულო გეხოწები რა. აი მიშა, რა წინა დაუწერო ანა. არაფერზე არა ნერვიულობს არა. გაიხარით. უხე რა დღეს ჩააგდე, ქალი როგორ დაიწყო და მაშინა ეს. ვიცი. ბოროტები